რომელ თქვენგანს ახსოვს რა არის კახა კალაძის და ქართული ოცნების საარჩევნო სლოგანი? მეც არ მახსოვდა გულახდილად გეტყვით, მაგრამ აი Facebook-ზე სკროლვისას წავაწყდი ამ ბანერს კახა კალაძისა და უკვე შემდგომ სხვა ბანერსაც წავაწყდი, სახელდახელოდ შექმნილს და გამახსენდა რომ ეს სლოგანი არის ამგვარი: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილის. თუმცა მე ვკითხულობ, ვისთვის ამყარებენ ისინი მშვიდობას? ვისთვის არის ეს მშვიდობა მათ მიერვე მოგონილი, თითქოს ვინმე გარეძალა მათ თავს ესხმოდეთ. ვის მშვიდობაზეა საუბარი? საქართველო ვინ არის? საქართველო ხალხია პირველ ყოვლისა, ხო? არა მთავარიც არის, მდინარეც, ეკლესია, მონასტერიც, ისტორიაც, კულტურაც, აწყოს, წარსულიც. მათი არ ესმით, მაგრამ მომავალიც. ნებისმიერი ფოთოლიც საქართველოა და ნებისმიერი ტყის შრიალიც, მაგრამ პირველ ყოვლისა საქართველო არის ხალხი და ვის პირდებიან ისინი მშვიდობას? მე გიპასუხებთ, ისინი მშვიდობას პირდებიან მხოლოდ საკუთარ მომხრეებს, ხოლო უკლებლივ ყველას, ვისაც კი ოდესმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, 2012-დან ვიდრე დღემდე, 8 სექტემბრამდე, თუ 9 სექტემბრამდე, დღეს 9 არის, 9 სექტემბრამდე ერთხელ მაინც წამოსცდენია, რომ ქართული ოცნება არის დასასჯელი რუსული ბანდა, მათთვის მშვიდობას ისინი არ ამყარებენ, ისინი ამყარებენ მშვიდობას მხოლოდ იმ კაცებისა თუ ქალებისათვის, რომლებიც მათ ემსახურებიან, ქალებისათვის, რომლებიც მათ ემსახურებიან და არა კაცებისათვის, რომლებიც მათ სამსახურში არიან და ყველაფერს კადრულობენ. შენ ქართული ოცნების ნებისმიერ მომხრეს მივმართავ ახლა, თუ ყოველთვის გიმლიქნელია, თუ ყოველთვის დაგიჭერია ხარი ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ბანდისათვის, შენთვის მშვიდობა გარკვეული დროით მაინც იქნება გარანტირებული, უზრუნველყოფილი. მაგრამ თუ 2014 წელს ერთხელ მაინც რამ გითქვამს ბიძინა ივანიშვილზე ან ნებისმიერზე, ვინც ახლაც ხელისუფლებაშია, ან 2017 წელს რა მე ობიექტური მიზეზის გამო უკმაყოფილო დარჩენილ ხარ და ეს გამოგიტანია, საჯაროდ შენთვის მშვიდობა მალევე აღარ იქნება და იქნება მხოლოდ იმ შენი ნათესავებისათვის, მეგობრებისათვის, რომლებმაც ამასთანაც თქვი და ახლაც ვიმეორებ, ლარიან მაღაზიაში ერთი ჟელეს მსგავსი სითხე, საფოხი სითხე იყიდეს, თავზე კარგად გადაისვეს და დღემდე რაც არ უნდა მოხდეს, იბოდიშებ ძმისთვის და ეტენებიან ქართულ ოცნებას. მეტი სიკეთე თბილის, მაბატიეთ, რომელ სიკეთეზეა ლაპარაკი, თუ თბილისიც არის პირველ ყოვლისა ხალხი. ისინიც ის ახალგაზრდები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ გუშინ, ან იქნებიან დღეს, ის ახალგაზრდები თუ არა მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებიც 293, 294, 295 თითქმის მესამასე დღე არიან რუსთაველის გამზირზე, ავდარშიც და კარგამინშიც. ისინიც თბილისს წარმოადგენენ მეტწილად. მათთვის სიკეთე რა არის? ის ჯოჯოხეთური კანონები ან ჯოჯოხეთური ქმედებები, რომლებსაც ჩაიდენს ხოლმე, რომელსაც მიმართავს ხოლმე, ასე მაგალითად გდდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად, პოლიცია, ეს არის მეტი სიკეთე? ახლა მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო თემაზე, რა ობიექტური მიზეზების გამო დასრულდება ქართული ოცნება. მე შემიძლია ვისაუბრო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, მე შემიძლია დავასაბუთო, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები და რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატები შემოსულია კავკასიის რეგიონის 2/3-ში, აზერბაიჯანსა და სომხეთში და რაღაცა აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი, რომელსაც არამს და არამს არ ეთმობა მთლიანად კავკასიის რეგიონი და მათ შორის პირველ ყოვლისა საქართველო, მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო და არა კალაძე თავის მეუღლესთან ერთად, საქართველო და არა კობახიძე მამამისთან ერთად, იმიტომ რომ შვილებს ვერ დავასახელებ, რა საკვირველია და არანაირი უფლება არ მაქვს დასახელებისა, საქართველო და არა ბიძინა ივანიშვილი თავის ოჯახთან ერთად, თავის კლანთან ერთად, კიდე სხვები და სხვები, მდინარაძე, პაპუაშვილი, სხვები და სხვები, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. იმის გამო, რაც ხდება კავკასიის რეგიონში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციის ბუნებრივი ინტერესი იქნება აქ
რეჟიმ ჩეინჯი რასაკვირველია სასურველზე მეტია დემოკრატიული ცვლილებებით. ეს ანტიამერიკული რეჟიმის გაგდება. ამას რომ დავამთავრებდი ან ვისაუბრებდი ამ თემაზე 5-7 წუთის განმავლობაში მე შემიძლია 5 ან ისევ 7 წუთი მივუძღვნა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და თქმა იმისა რომ რუსეთი მარცხდება და დასაბუთება იმისა რომ სტრატეგიულადაც და არა მხოლოდ სტრატეგიულად რუსეთი მარცხდება უკრაინაში და ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასთან. ამის თქმაც შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე როგორ მოვხვდებით ჩვენ ევროკავშირის გაფართოების სიაში იმ ქვეყნებს შორის რომლებიც ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააფართოებენ 2030 წლისათვის და მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო იმაზე რომ ლისაბონიდან ვიდრე ერევნამდეც კი არა თუ თბილისამდე თუ ლაგოდეხამდე არამედ ერევნამდეც კი თბილისისა და ლაგოდეხის ჩათვლით სოხუმის ცხინვალისა და თბილისის და ლაგოდეხის ჩათვლით ჩავა ეს ყველაფერი ნოემბერიანამდე ესეთი ქალაქია სომხეთში ან დილიჟანამდე უკვე შემდგომ ან ერევნამდეც კი და რასაკვირველია ჩავა მე მეცაც გეტყვით მე შემიძლია დავასაბუთო რომ აზერბაიჯანიც არა ევროკავშირის წევრი არ გახდება ალბათ ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ თურქეთი არ გახდება და იმას კი ვიტყვი რომ აზერბაიჯანიც დაუახლოვდება ევროკავშირს ხოლო თურქეთმა შეიძლება მკვეთრი ნახტომები გადადგას ევროკავშირის მიმართულებით და მე აქედან გამომდინარე შემიძლია ბევრი გესაუბროთ თემაზე როგორ გადავრჩებით ჩვენ და ვინმე ყვირილაში ფეხებს რომ აატყალაპუნებდა თავის დროზე ბიზინა ივანიშვილი როგორ ვერ დაამარცხებს ქართველ ერს და ქართველი ხალხის და ერის ნებას ეს შემიძლია მე შემიძლია რუსეთის დასუსტებაზე ვისაუბრო ან იმაზე რომ ჩინეთ-რუსეთის ალიანსი საბოლოო ჯამში ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ვერ შედგება და იმაზეც შემიძლია ვისაუბრო რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნაცრისფერი ზონა იმიტომ მე შემიძლია ვისაუბრო როგორ ჩამოექცევა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად წოდებულ ბანდიტს ეკონომიკა გარკვეული პერიოდის შემდეგ და შემიძლია ვისაუბრო იმაზე რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა არის დიდი მასშტაბური და შესაბამისად აღაი ვერ გატეხა აქამდე თითქმის 1 წლის განმავლობაში კი არა მეტი 12 წელია ბიზინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი მაგრამ 1 წელია მიმდინარეობს ეს ბოლო აქციები და ვერ გატეხა შესაბამისად ვერ შემდეგ წელს გატეხავს რაც არ უნდა მოინდომოს რაც არ უნდა რეპრესიული მანქანა ჩართოს და ასე შემდეგ მაგრამ მე ამ ყველაფერზე არ ვისაუბრებ და ჯერ ერთ პიროვნებას ვახსენებ ხოლო შემდგომ თქვენის ნებართვით ვილაპარაკებ იმაზე რატომ გავიმარჯვებთ აუცილებლად ყოველგვარი სხვა გარეშე თუ გარშემო კონტექსტუალური მიზეზებისგან დამოუკიდებლად. ჯერ ერთ პიროვნებას გაჩვენებთ, გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, კარგია რომ არ ვიცი, თუმცა გავრცელდა მისი გვარი, აი ამ ქართული ოცნების ბანერი რო არის კახაკალაძე რომ გვიღიმის იქ თითქოს გასაღიმად ჰქონდეს საქმე სახელდახელოდ შეუქმნეს კახაკალაძეს სხვა ესეთი fake ბანერი, მოდი ასე ვიტყვი და გამოაჭენეს ამ ბანერზე აი ეს ტიპი, ნახეთ, რომელსაც იბოდიშებს და ირაკლი ზარქუაზე, სავარაუდოდ, როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ და მეგობრმა დაწერა, ირაკლი ზარქუაზე აქვს წავლებული ხელი და შესაძლოა სხვაზე. აი ეს ტიპი გამოჭიმეს და ეს არის ქართული ოცნების სახე. ამის დაუმარცხებლობა პრაქტიკულად წარმოუდგენელი არა იმიტომ, რომ ის კუნთმაგარი არ იქნება, კი არა იქნება, არა. შესაძლოა მართლაც არის, შესაძლოა არ არის. მის ზურგს უკან კუნთმაგარები არიან, მაგრამ ეს მართალი კაცი არ არის, არც შვილების და არც მშობლების წინაშე. ახლა ასე უნდა ავხსნა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის სკრინი, რომელიც მე დავსკრინე ერთი ფოტო დავსკრინე, ერთი აი ამ ტიპისა. აი ამ ტიპის მოწინააღმდეგე 180 გრადუსით მისგან განსხვავებული მოქალაქის, ნამდვილი მოქალაქის ციტატა გავრცელდა და სიტყვები გავრცელდა და მე რომ არ დამვიწყლო და დავსკრინე და ახლა უნდა გაჩვენოთ. ეს კაცი არის, მოდი ასე ვიტყვი, ჩვენ გვყავს მეგობრები, ყველას ინდივიდუალურად. მაგრამ არსებობენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც არიან ყველას მეგობრები. ყველას მეგობრები არიან. და ყველას ჩვენი ეს ადამიანი გვყავს. აი, გალაქტიონი რომ იყოს ცოცხალი და ის რომ ჩვენი მეგობარი იყოს, რომ
რომ კადნიერდებოდეთ ან ეს პატივი რო გქონდეს დადებული დიდი პოეტის მიერ ჩვენი გალაქტიონი გვეყოლებოდა ჩვენს გალაქტიონს ჩამოვართმევდით ხელს ასეთები არა გალაქტიონის მასშტაბისა რა საკვირველია მაგრამ გვყავს თითოეულს სამეგობროში მე ჩემი მეგობარი რომ გარდაიცვალა ამ 7 არა და უკვე პრაქტიკულად 8 წლის წინ მე დავწერე რაღაც გამოსათხოვარი წერილი და ნიკო ერქვა ნიკუშა ნიკოლოზი და ყველას ჩვენი ნიკუშა დავკარგეთ მეთქი ეს თქვი ოჯახის წევრები ან ახლობლები ვინც ამას მოусმენს მიმიხვდება ვიზეც ლაპარაკობ მაგრამ არსებობენ აი ნიკუშა აზღონოს ღმერთმა და არსებობენ საყოველთაო ჩვენი ადამიანები ესეთი არის ზვიად რატიანი რომელმაც სხვებიც არიან საკვირველია მაგრამ ზვიად რატიანმა თქვა შემდეგი რამ აი ახლა უკვე გამექცა ის ლინკი სინდისის კაცობის ფაქტს ვადასტურებ თვითონ შევარჩიე ის ადგილი პოლიციელი არ ვაღიარებ დანაშაულს უფრო ვცლად აქ არასწორად დამისკრინავს და თქვენი ნებართვით ამასობაში მე შევალ ფორმულას სოციალური მედიის გვერდზე და იქ ჩავიკითხავ ზვიად რატიანის სიტყვას სრულად თუ არ ვწდები ფორმულას აქვს გამოქვეყნებული შესაძლოა არც მაგრამ იმედი მაქვს რომ აქვს ბოდიში აი აქ არის დიახ სინდისის კაცობის ფაქტს ვადასტურებს ზვიად რატიანი დიდი კაცია გარდა იმისა რომ დიდი პოეტია ის არის დიდი კაცი და მე მას მივესალმები ახლა ვერ ნახავს ჩემ ვიდეო ბლოგს და ნახავს თუ არა ოდეს მე ეს არ ვიცი მაგრამ მე მას მივესალმები ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ისეთ კაცებს ისეთ მოქალაქეებს როგორიც ზვიად რატიანია სინდისის კაცობის ფაქტს ვადასტურებ ეს გადაღებულიცაა ამაზე თავად ვიზრუნე ანუ თვითონ მე მოახერხა რომ ეს პერფორმანსი დაედგა და აღბეჭდილიყო პირზე თვითონ შევარჩიე ის ადგილი პოლიციელი არსებობს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრები ესეც შედიოდა ჩემს პროექტშიო პროექტი ბჭყალებში ისევე როგორც დანაშაულის როგორც თავდასხმის აღიარება და ფაქტის დადასტურება დიახ მე ვაღიარებ დანაშაულს როგორც ფაქტს ვადასტურებ ამბობს ზვიადი დანარჩენი პროკურორებისა და ადვოკატების საქმეა მე არაფერს არ ვითხოვ იურისტები მუშაობენ თავისი ჩარჩოთი და მათი დღის წესრიგი ყოველთვის არ ემთხვევა ჩემსას ზვიად რატიანის საქმის განხილვა დასკვნის ეტაპზე გადადის საბოლოო სიტყვას პროკურორი 5 დღეში იტყვის 5 დღეში ზვიად რატიანს პროკურატურა მოითხოვს რომ ზვიად რატიანს მისცენ 2 4 6 7 არ ვიცი ღმერთმა უწყის რამდენი წელი პოეტები და ჟურნალისტები და მსახიობები პოეტები ჟურნალისტები მსახიობები თავისუფლების მოყვარი ადამიანები ზოგადად ისინი საპატიმროში არიან რით განსხვავდება 30-იანი წლების შუა პერიოდიდან 35, 36, 37, 38, 39 წლისაგან ეს პერიოდი რომელშიც ამოგვაყოფილა თავი ბიზინა ბანდიტმა ივანიშვილმა იმით რომ დახვრეტები არ არის თორე ზვიად რატიანს რასაკვირველია დახვრეტდნენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხო და ამ კაცის გახსენება მინდოდა და მე მინდა ვიკითხო რატომ გააკეთა ზვიადმა ეს რატომ დადგა ეს სპექტაკლი რატომ შემოგთავაზა ეს პერფორმანსი იმიტომ რომ მან ერთ კონკრეტულ პოლიციელს კი არა არტყა ხელწაღმა თუ ხელუგუღმა არამედ არტყა მთელ სისტემას რომელიც ესეთი ჯოჯოხეთური ახლა კიდევ ერთხელ ვიკითხავ რა გაგვამარჯვებინებს გეოპოლიტიკური ფაქტორები სომხეთი ამერიკის კელარი და აზერბაიჯანი თურქეთისაკენ ეს გაგვამარჯვებინებს უკრაინაში მიმდინარე პროცესები მაგრამ უპირველესად ყოვლისა ჩვენ გაგვამარჯვებინებს უდრეკობა და კიდევ ის და იმის გაცნობიერება რომ ქართული რუსული ოცნება უკან არაფერზე იხევს ქართული რუსული ოცნებისათვის მშვიდობა საქართველოში და მეტი სიკეთე თბილის ნიშნავს იმას რომ მშვიდობა უნდა იყოს ოღონდ არ უნდა იყოთ ამ საქართველოში თქვენ არ უნდა იყოს ზვიად რატიანი ის უნდა მოკვდეს იმიტომ რომ ცოცხალი ზვიად რატიანი არა დამარხული ზვიად რატიანის არ იყოს ხო არა სხვანაირად ვიტყვის ცოცხალი ზვიად რატიანი მათთვის პრობლემაა ცოცხალი მზია ამაღნობელი მათთვის პრობლემაა იმიტომ რომ ვერ გატეხეს ადამიანები ხოლო თუ ზვიად რატიანს მოკლავენ დამარხავენ თუ არ დამარხავენ ეს მათთვის პრობლემა
აღარ იქნება მათ ასე ჰგონიათ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მკვდარი ზვიად რატიანიც კი ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს დიდი ძალა ქართული საზოგადოებისათვის და ქართული სახელმწიფოსათვის და საქართველოს ისტორიისათვის. ილია ჭავჭავაძის მასშტაბისა ზვიადი არ არის, მომიტევებს და გამიგებს და დამეთანხმება კიდეც. მაგრამ მკვდარმა ილია ჭავჭავაძემაც კი დაამარცხა ბოლშევიკური რეჟიმი. 90 წელს, 91 წელს ილიას დაეყრდნო. პირველ ყოვლისა, ილიას იდეებს დაეყრდნო საქართველოს განთავისუფლება, სხვა საქმეა, მე როგორ გარდავქმენით ეს ყველაფერი და როგორ მივსდიეთ ბოლომდე ილიას როგორც ერის მამას, მაგრამ ჩვენი ფუნდამენტი სახელმწიფოსი იყო, მათ შორის 1918 წელსაც გავბედავ და ვიტყვი სწორედაც რომ ილია ჭავჭავაძე. ოღონდ ამას ვერ გაიგებენ და არ იტყვიან კარის ისტორიკოსები, კარის ლიტერატორები, კარის მსახიობები და ტანცი-მანცით დაკავებული პირები, კარის ინტელექტუალები კი არა, ინტელექტუალებად წოდებულები. რა გაგვამარჯვებინებს? მე გეტყვით, გაგვამარჯვებინებს გეოპოლიტიკური ვითარება. ჩვენი უდრეკობა, უკრაინის ამბები, ის რომ ეკონომიკური კოლაფსი ელოდება ირაკლი კობახიძე ბანდიტის მთავრობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთი და მთავარი რაც გაგვამარჯვებინებს ჩვენ, ეს არის გაგება იმისა, შესისხლხორცება, გასიგრძეგანება იმისა, რომ ჩვენ ცოცხლები არ ვჭირდებით ამათ. ჩვენი მოკვდინება, ჩვენი მკვლელობა უნდათ, ჩვენი გარდაცვალება უნდათ, ჩვენი დაავადება უნდათ. ჩვენი ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩვენთვის ორი ვარიანტია, ან საქართველოსთან გაგდება, ან ციხეში ამომწყდება და ყველასი, ვისაც 2012 წლიდან ერთხელ მაინც წასცდენია და მით უმეტეს ვინც ახლაც ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი, უკლებლივ ყველას მიუკაკუნებენ. ამიტომ ქართული ოცნების მომხრეებო, თქვენ შესაძლოა 12-დან 25 წლის სექტემბრის 9-მდე ერთი სიტყვაც არ გითქვამთ ბიძინა ივანიშვილზე და ამ რეჟიმზე ცუდი, მაგრამ აუცილებლად იტყვით ამ სიტყვას, ამგვარ ცუდ სიტყვას 27-ში, როცა თქვენს მეზობელს მიადგებიან მორიგ ჯერზე, როცა თქვენ ნათესავს ამოალპობენ ციხეში, როცა ტუპერკულიოზით ან მოულოდნელად გარდაიცვლება თქვენი რომელიმე მეგობარი საპატიმროში. თქვენ აღმოგხდებათ უთუოდ, რომ ესე არ შეიძლება და თქვენს მოგადგებიან იმ შემთხვევაში და თქვენს მოგიკაკუნებენ და გეტყვიან როგორ გაბედე მიხეილ პირობითად ცხადია. როგორ გაბედე ივანე პირობითად ცხადია. როგორ გაბედე ირაკლი პირობითად ცხადია. როგორ გაბედე პირობითად თემურ შენ როგორ გაბედე და როგორ დაიცავი პირობითად ასახელი. მაგუთა თავზე ვიტყვი, ხო თქვენის ნებართვით ირაკლი ან თამარი ან არჩილი ან სხვა და სხვა, როგორ გაბედე და როგორ დაიცავი. შოთა, ასე მაგალითად. რუსთაველი, ცხადია. ხოდა, აი ამას იტყვიან 27-ში თუ არა 28-ში მაინც და გაგახსენდებათ თქვენივე დუმილი წლების წინანდელი, ასე მაგალითად 25 წლის სექტემბრის 9-ში, მაშინ როდესაც ადამიანებს ურტყავდნენ, ქალებს ურტყავდნენ, თქვენ დადუმდით ზუსტად ისე, როგორც დადუმდით გასულ წლებში ან ბოლო წელს, როდესაც მიუსაჯეს თავისუფლების მოყვარე ადამიანებს 2 თუ 4 წელი. ზიამაღლობელს, სხვებს და სხვებს. მაშინ რომ იყუჩეთ რომ მამოგეღოთ ხმა, არავის არ დაიჭერდნენ დღეს. დღეს რომ გაჩუმდით და დადუმდით რომ მამოგეღოთ ხმა, არავის არ დაიჭერდნენ ხვალ. ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას დაჭერას აპირებს, ვინც თქვენს გულში არის ან იყო. და ამას მე ვესაუბრები უკლებლივ ყველას, ვისაც შუბლზე ძარღვი შერჩენია, მაგრამ რა გაგვამარჯვებინებს? სწორედ ის, რომ ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენგან კომპრომისზე წასვლა ხო არ არსებობს. მაგრამ რომც არსებობდეს ამ კომპრომისს არც არავინ აღარ იღებს. ჩვენი მოკვდინება უნდა და თუ სამკვდრო ბრძოლა, თუ ბოლო ბრძოლა იყოს ბოლო ბრძოლა. და თუ ვინმე შეუძლია აღება ხელკეტისა, რკინის თუ რეზინის ხელკეტისა და თავში ჩარტყმა ჩემივე
თუ ჩვენივე ახლობლისათვის ან სულაც არა ახლობლისათვის ჩვენს შეგვიძლია სიტყვით და მხოლოდ სიტყვით დაპირისპირება ქართული რუსული ოცნების და არა მხოლოდ სიტყვით ქართული რუსული ოცნების ბანდიტურ დაჯგუფებებთან. მეტი სიკეთე თბილისს და მშვიდობა ქვეყანას არა, მშვიდობა არ იქნება. არავითარ შემთხვევაში არ იქნება, როცა ვინმე ცდილობს, რომ საქართველო მხოლოდ საკუთარ ქვეყანად გაიხადოს, მოიხმაროს და მერე რუსეთში გაცვალოს, რუსეთს მიუგდოს საჯიჯნად. მშვიდობა არ იქნება. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად იმისა, რა დაემართება და მემართება მე ამ სიტყვების ავტორს, ან რა დაემართება ნებისმიერს, ვინც ახლა ჩემზე წინ არის ამ ბრძოლაში, ან თუნდაც ჩემზე უკან. ნახვამდის.